ბოდიში. გამოდი. გამიშვი. მე რეჟისორთან ამაყ. Stop! რაშია საქმე? მე რედაქციიდან ვარ, რეჟისორს უნდა მოველაპარაკო ახლავე ოპერატიულად. რაშია საქმე? მე ბოდიში. მე დამავარდეს. კინოგადაღების შაშლა? დასტოვეთ პავილიონი. არა. მე რედაქციიდან ვარ. როგორ გითხრათ, თქვენი ფილმის შესახებ. ეს ჩემი პირველი კორესპონდენცია. და თუ ახლავე არ მივიტანე. მაშინ ეს კორესპონდენცია იქნება პირველის და უკანასკნელიც, არა? დიახ. შეცვალება 9 საათი. დაიწყენე. ხო. დაბრძანე. გისმენთ. მაშასე. თქვენ ახლა მე მიამბობთ თქვენი მომავალი ფილმის ისტორიას. გაფრთხილებთ, ყოველი ფაქტი უნდა შეესაბამებოდეს სინამდვილეს. როგორ გითხრათ? ჩვენ უნდა გადავიღო ფილმი კურორტის ცხოვრებაზე. ოღონდ სხვა ფილმი, არაწარსული ზაფხული. მაგრამ თვითონ ცხოვრებამ შესვალა ჩვენი ჩანაფიქრი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გადაღებამდე გავემგზავრე კურორტზე. მე გახლავართ თეთრი სასტუმროს ექსკურსიაზე. თუ გავიხედავთ მარჯვნივ საქმე გვაქვს ისეთ მოვლენასთან, როგორიც ამთა. მარცხნივ კი თუ კარგად დააკვირდებით, შენიშნავთ ეგრეთ წოდებულ მდინარეს. გთხოვთ აიხედოთ ზევი. თქვენს თავზე სამხრეთის ლურჯი ზეცა. თქვენს ფეხით საქართველოს უძველესი მიწა. ნალექების რაოდენობა საკმარისი. ქარი სუსტი ზომიერა. ამ კლდეზე ისტორიამ შემოინახა მეცნიერებისათვის უძვირფასესი წარწერა. იყუჩე ჩემო დაკანცილო ძმაო, მე ვილაპარაკებ შენს გაგიდა. მეგობრებო, დღეს ყველას გვაერთიანებს ერთი წმინდათა წმინდა სიტყვა შვებულება. დღეს ბედმა ერთად შევყარა სხვადასხვა წლოვანების მთელი წლის ჯაფი დაღლილი ხალხი. რომელი ხალხი დაღლილი? თქვენი ბედი რომ ალექსანდრე მარ გაიგონათ. ვინ არის ბიჭო ალექსანდრე? დაიცნობ ნახავ. ბოდიში ბატონო ალექსანდრე. დავინა ვიდეო. სასწრაფოდ უნდა მოგახსენოთ. ჩემი ბიძაშვილი სოლის ძმისშვილი ქუთაისში შეხვედრია ჩემს ქვისლს. იმის პირით შემოგვითვალა ბატონო რომ იღებენ. არა ეგრეთველი არების მიღება არ შემილია თავი დამანები. არა ბატონო ალექსანდრე, კინოს იღებენ კურორტის შესახებ. რეჟისორი მოდის ჩვენთან, ცხოვრება უნდა შევისწავლო.
ჩემი? არა ბატონო, როგორ გეკადრებათ? ჩვენი სასტუმროს. მერე? თავის გამომჟღავნება არ უნდომებია იმ ჩემი ცოდვით სავსეს და მოდის ჩვეულებრივი დავსვენებელი ვით. რა გვარია? არ ვიცი. მაგრამ დანამდვილებით ამ პარტიაშია. რომელ პარტიაში? რა ბატონო? რომელ პარტიაში, ბიჭო? ამ ავტობუსს რა მოყვა? ოჩახ. ვაშ მოდის, საქართველო მასპინძელო მადლიანო, აგვიღე კარები. Აბაღარი შორი გვიდან მოსულები, სიცოცხლის ბარები. კეთილი იყოს მომწანება, თურად გადაგეხვევი. თუ მახვილის ხებოდი, თუ მარსალებს იჩევლები. თუ მახვილის ხებოდი, თუ მარსალებს იჩევლები. დამსვენებლების საყურადღებოდ. სასტიკად აკრძალულია ბახშის გამებზე წამოწოლა. განსაკუთრებით კულტ მასობრივი მუშაობის საათებში. აკრძალულია სასტუმრო პანსიონატის ტერიტორიაზე ხმამაღალის. ეს რასაც ისმენ ალექსანდრეს გადაცემებით ალექსანდრეს ჩანაწერებია. ვინ არის ბოლოს ეს თქვენი ვიქიური ალექსანდრე? გაიცნობ ნახავ. მოიწმინეთ. დირექტორ საკვირი აქვს. მიბრძანდით. რას მეტყვით? ბოდიში, ჩვენ ეხლა ხან დავქორწინდით და ჩამოვედით აქ. გილოცავთ. თქვენ ხელოვნების დარგში ხომ არ მუშაობთ? თქვენ. მე? დიახ. არა, სტუდენტი ვარ სამედიცინო ინსტიტუტში. მე კიდე. გასაგებია. კომკავშირელები ხართ? დიახ. хорошо. დაგაბინავთ. თქვენ ქალთა საერთო საცხოვრებელში, თქვენ კი აივანზე. აივანზე? თქვენ ხუმრობ. როგორ ქალიშვილო, ერთი თვით დაიწერეთ ჯვარი. ამით რისი თქმა გნება? ცხოვრება და შემომეგობრებო. მოესწრებით ერთმანეთის ყურებას. ჩვენ ერთად. კარგად იყავით. როდის ჩამოხვედი? გამარჯობათ, ძვირფასო ვიქტორ პეტროვიჩ. ამას წინას ერთ ქალზე ვნახე თქვენი შეკერილი კაბა, ისეთი ორიგინალური ჯიბები. აქ არავინ არ უნდა იცოდეს, რომ მე მკერავი ვარ. ვიქტორი დაღლილია, ვიქტორს დასვენება. კი, მაგრამ მე ვიქტორი აქ შეწეთებს არ მიიღო. გასაგებია. გამარჯობა. მაბედია. თუ გაქვთ სასტუმროში უდრო ნომერი, ფას მნიშვნელობა არ აქვს. თქმა უნდა. თქვენთვის ვიშოვით. გთხოვთ მოგწამთ. გთხოვთ. დავძენით ბატონო. გთხოვთ. ხალხს ერიდებით არა? იცით, ჩემი ვიქტორი ნამდვილი ხელოვანია.
ვიქტორს დასვენება სჭირდება. მესმის. მაშასე. ასეთი პიროვნება ჩემს სასტუმროში ეს პირდაპირ არ ვიცი. თქვენ მე მიცნო? თქვენ ვინ არ გიცნოთ ჩემთან? ძალიან გთხოვ, ჩემი ჩამოსვლა არ არის გაიგოს. ვიქტორი გადაღლილია და მუშაობას არ ადირებს. გასაგებია. მაშას ფილმების ფოტოგრაფირება, ესე იგი კინოფიკაცია, მოგლეთ კინოპრაკატ, ა? შუაში ეს? ბოდიში მაბადიეთ მეც აღარაფერს აღარ ვიტყვი. მე თქვენ მოგცემთ საუკეთესო ნომერს, ლუქს, ტბის მხარეს. ინებეთ. მადლობთ. ბესერიონ, ვიქტორ პეტროვიჩ, ეს სამხანაგი მოგემსახურებათ. ეს უკვე ნებისმიერია. როგორ გეგადრებათ? არ ვიცი პირდაპირ ვიჩი დაიმსახურე. შენ როგორ არ დაიმსახურე, ვიქტორ? მაგრამ ეს მართლაც ნებისმიერია. არა, გაბატონო. ალექსანდრ სიმეონიჩ, თუმცა ვიქტორი ძალზე დატვირთულია. გახსოვდეთ თქვენთვის, როცა კი დაგჭირდებათ ყოველთვის მზადდება. მადლობა. დაბრძანდით. არა, გმადლობთ ტრესში მიმეჩქარება, მე კიდევ გინახულებ. კარგად განდევოდეთ. აღგებო. ჩვენთან ჩამოვიდა რეჟისორი. რეჟისორი? დიახ. კინორეჟისორი? დიახ. ნამდვილი რეჟისორი? აბარაკი. ელიკო. მან უნდა ჩაატაროს ჩემი კურორტის ფოტოგრაფირება, რომ ხალხს გააცნოს ჩემი მეთოდი. აღგანაგებო აპლოდისმენტები მე ჯერ საქმე გავაკეთებ. სორია. აღგანაგებო რა ამისთვის საჭირო? დამსვენებელთა კარგი მომსახურება, ბატონო ალექსანდრე. სორია. ამისათვის საჭიროა. პირველი. მეორე ცედება თუ კურორტიკები იცდიან. აიცდიან. სწორი ეს მეორეა. პირველი კი კულტ მასობრივი მუშაობა. რას გადაიღებენ კინოშემქმნელები? რას? როგორ ჭამენ მშრომელები ხარჩოს? არ. ამხანაგება. 11 თვეს წელიწადში მშრომელები ნორმალურად ატარებენ. მაგრამ არსებობს დამღუპველი 24 დღე. როცა ისინი იცვამენ პიჟამას და როცა ისინი რას აკეთებენ? ისვენებენ. სწორია, ისვენებენ. რისგან ისვენებენ? ყველაფრისგან. სწორია, ყველაფრისგან ისვენებენ და ეს არაა სწორია მხანაგებო. ჩვენი ვალია არ მივცეთ მათ საშუალება დასვენების. სწორია, კულტ მასობრივი მუშაობისაგან დასვენების საშუალება. ამხანაგებო ჩვენ მოგველის ფოტოგრაფირება. მაშა სადამე მთელი ჩვენი სამუშაო უნდა გადავაბრუნოთ. მათის გაძლიერების მიზნით რესტორანი გადავიტანეთ ბუნების სიახლოვე. ხოლო რესტორანის დარბაზი გადავაქციეთ სალექციო აუდიტორიას. ჩვენ დამსვენებლებს ყოველ დღეს შეუძლიათ მოისმინონ ლექცია მოხსენებები. გაეცნონ განსხვავებული მუშაობის სამსახურ დიაგრამებსა და სხვა მასალებს. ელიკო, ზათ არის. მიირთით? არა, რატომ? მე მგონია რომ წელს დიდ მოსავალს იღებულია ბატონო. ინებეთ? იმედი მაქვს. ამხანაგო, დაგავიწყდი. როგორ გეკადრებათ? თქვენ ხართ ვიტოჩკი, თქვენ კი ლოვიო. ვიდა ლოვიო? მე ვარ ლოვიო? ჩვენ მოგემსახურება ვინმე? გინაცვალი, ხომ ხედავ სად მიხდება სირბილი. მასაიც. ელიკო,
ანგელიკო. შეხედე? ის არის. ვინ არის ტანი? კინორეჟისორი. ვინ გითხრა? ბესარიონს წამოსწდა. როგორ მოვიქცეთ ახლა? მიდი მოემსახურე და უთხარი კინოში მინდა გადაღება თქო. რას ამბობ? რას? გაითამაშე რამე როლი და გაგიჟდება. ახლა? ახლავე. რესტორანში? ხო, რესტორანში. იცი რა? იმ კაცი ისეთი სახე აქვს, თუ მოეწონე წაგიყვან. მიდი. ახლა მარტოა. მომიცი თაბახი. მე ბიჭებს ვეთქვი დაუკრან რამე. დანახე რა მოხდება. არ მესმის? გიჟი მინდა ხომ? აიღო. ერთიც ნახო და საწამლავი ჩაგვიღარა სუფში. ანდა მემსები ჩაგვიწყო კატლეტებში. არ გადამი. მოგწონთ? ღმერთო ჩემო რა ბედნიერება. ეს ხომ ჩემი დიდი ხნის ოცნება. მე ძალიან მინდოდა თქვენთან შეხვედრა, მაგრამ ვერ ბედავდი. თქვენ ახართ ჩემი იმედი. მიხცული თავარ. სიკით გზა არა მაქვს. გამაგიჟებს, ეს ქალი გამაგიჟებს. მეტი ჩრობს. სხვის მაგიდებს ემსახურება. ხალხს მისიათ აჭმევს. ოჯახებს ანგრევს. მერე ვის ოჯახს? მე მინდა ლაპარაკი. ჩვენი სასტუმროს კულტმასობრივი მუშაობის გეგმას საზაფხულო საშემოდგომოს ილადგება სიყვარული ოცნება დასრულების გაიღვიძეთ მკაბელებმა ამის დილში Las moks sigaruri da otnebis asruleva როგორ? თქვენ არ დამიძახეთ? მე დაგიძახეთ? თქვენმა სიმღერამ დამიძახა.
ჩემთვის მღეროთ. თორმე სხვისთვისაც. დიდი მეგობრობა გქონიათ მურიასთან. საიდან იცით მისი სახელი? მე ყველაფერი მესმოდა. დიდი ხანია რაც აქ ახარ. მაოთ. თვალთვალებით. ალბათ ისიც დაინახეთ, როცა მე ვანაობ. არა, ცდილობდი არ მეყურებინა. არც კი გცხენიათ. ეგ არის თქვენი ვაჟკაცობა. დაიკარგეთ აქედან. თავხედი. დადიან აქ ვიღაცები. გასცი მურია? გასცი. იცით რა? ჩაიწერეთ. დირექტორთან უნდა მიჩილოთ, არამზადა და უსინდისა და მიდახატკო. ჩაიწერეთ, რამდენის გინდათ ჩაიწერეთ. რა კარგია რომ გნახეთ. აი ახლა დამშვიდებით ილაპარაკოთ. მე თქვენთან საქმე არ მაქვს. სამაგიეროდ მე მაქვს თქვენთან საქმე. კარგი. წავიდეთ. ნუ შესწუხდებით, მე თვითონ მოგკიდებთ ხელს. აქეთ წავიდეთ. აი, აქეთ. რატომ? რისთვის? აქეთ არავინ დაგვინახავს. ელიკო, თქვენე გამოდი. აი ახლა ვილაპარაკოთ დამშვიდებით. რას გადამეკიდე? იმიტომ რომ ოფიციანტი ვარ, არა? იმიტომ რომ ოფიციანტი არ შეიძლება პატიოსანი ქალი იყოს, ხომ? დიახ, ოფიციანტი ვარ. მე რა რომ ოფიციანტი ვარ. გაუმარჯოს პატიოსან ოფიციანტებს, შენ კი ბრძანდებოდე მან. ამ დღეში მგლების ხროვა დადი. მოვლენ და შეგჭამენ, ღმერთმა შეარგო შენი თავი. ჯერ ეს მითხარი. რესტორანში რატომ იქცეოდი ისე უცნაურად? ეს ჩემი საიდუმლოება, ხელოვნებას ეხება და შენ ამას ვერ გაიგე. მითხარი, მე თვითონ ხელოვანი ვარ. რა პატარა გოგო მნახე? ამოსვლა მოგინდა რა? არა, ამოსვლა არ მინდა. იცი, ამ რაკუში ზეთის ფონზე. ნამდვილ ანგელოს გავხარ. შენ მე ნუ მეფარისევლები, თორემ ჩაგმარხავ. ეხლა ვეღარსაც წამიხვალ. არ მომეკარო! რესტორანში რატომ დადიოდი ისე უცნაურად? ადგილიდან არ დაიძრა და ყველაფერს დაგიხსნი. მე მსახიობობა მინდოდა. აქ ერთი კინორეჟისორი ჩამოვიდა. მინდოდა ჩემთვის ყურადღება მოექცია. კინორეჟისორი? რომელია? ჯახარა კაცია. მე თქვენ გაგაცნობ. ლუქში ცხოვრობს სულთან ერთად. აუცილებლად გაგაცნობ. ის კინორეჟისორი მე რომ აღმოვჩნდე მაშინ? რა ხუმარა ყოფილხარ. ბოდიში მე რომ თქვენზე ცუდად ვიფიქრე, მაგრამ იქ დღეში ძალიან შემეშინდა. ბოდიში. დიდი ბოდიში. კეთილი. მოდი შევიგდეთ. შევიგდეთ. ოღონდ ხელი დასაჭიროა. ისე შევიგდეთ. ახლა მე წავალ, კარგი? კარგი. რა კარგი გოგონა ყოფილხარ ჩემო ელიკო. თუ მასთან ამბობთ, გმადლობთ. მე თქვენი სახელი არ ვიცი. ზურაბი. ზურა, ბოდიში რომ ორმოში ჩაგაგდეთ. არა ჩემო ელიკო. შენ მე ორმოში კი არ ჩამაგდე. აი, იმ ვარსკვლავზე ამათრინ. აბა. ელიკო. ბა. ტაჭი. ბა. ახლა მე წავალ. ნუ გამასცილებ, თითქმის მივედი. კეთილი. არ შეგეშინდეს, მე აქვიქნები, ხო? გთხოვთ. ისე რიან? აბა შენიც ახლა იცოდა ყველაფერი წესრიგში დავხდეს. კი ბატონო. Виктор Петрович? Цин! Боже, братан! 4, 349 13 და მე რეკე იქ ამხანაგო. შენი იმედი მაქვს. 2 ბორჯომი. ბორჯომი არის. ჰა? არ არის ბორჯომი.
არა, ბორჯომი ხომ? ურემა შენ? ბორჯომი არა, საგულია. ბორჯომი არა. სორი ხარ. ვინო თვილია? ნამდვილად. ვინო თვილია? რას გავს? საკვირები კი? თვილი. მეგობარო, რას გავს? სამი პაპა თუ შეიძლება. პაპა. არ არის პაპა. ტანია! ტანია, მაგიდას მოემსახურე, ხედავ ბავშვები მეგობარო. ერთი უკაცრავად. თქვენ შემდეგ დაკავებულია. დაგავებულია, დაგავებული. პოლიში. ხორციანი საჭმელი 600-საგან შემდგარ. ჰა? საჭმელი? არ ვიცი. შემდეგ. მაგრამ საჭმელი? ბოდიში. დაგავებულია, დაგავებული. შედარი. მოიტანე. ქალიშვილო, მე თქვენ კეფირი გთხოვე. აგიხ, ღმერთო ჩემო. თქვენ რა, შეყვარებული ხომ არ ახავთ, ა? რა არის ეს? რა არის? კატლეტია. აჰა, კატლეტია. ულუფები ასე რატო დაბადარებდნენ? ულუფები? ხო. რესტორანი გაფართოვდა. აჰა. ულუფები პატარები გამოჩნდნენ. თვალი გატყუებთ. ხო. მიფიქრე მატყუებენ მეთქი. დაგდარე? არაფერი, მატყუებენ მეთქი. კი ბატონო, კი. ჰა? თვალი გატყუებს. ბოდიში ამხანაგო, თქვენ იწყებთ თუ ამთავრებთ? მაპატიეთ. მეგობარო. გვაცარე. ოთარ, რატომ იმქვირები? თბილისში უფრო ხშირად ხვდებოდით ერთმანეთს. და კიდევ ასეთი მომსახურეობა. ცუდი მომსახურეობა სიყვარულზე არ მოყვენოს. აი შეხედე იმ შესანიშნავს წყვილს. ისინი უფრო გვანან ახლა ჯვარდაწერილებს. ვინმე თუ არა. გვაცარეთ ბატონო. ამას ფია დაბრუნება მშობელ მხარეში. რამდენს გიჩებდი ჩვენ სტუმარ მასპინძლობას. ასე მომიხდება. დამშვიდი ნინო, მე აქ ძალიან მომწონს. 50 წლის მანძილზე შენ ჩემთან წვილი არ გიქვამს. ეხლა რა დაგჭირდა? ხო? შენ არ გჯერა ჩემი? ამ 50 წლის მანძილზე არ შენ გილაპარაკია ჩემ და ერთი ღვინო. მეღლაბუცებით ხომ ამ პაპარაკებას იწყებს. სადილობა თუ არ გინდათ მაგიდას რაზე მიცდენთ? წადით ეგერ ხიდის თავში კლიავს ხიდია. ეს არია? ბატონო. ავიდეთ ბიჭებო. ბიჭებო, ამოფიტიეთ ნუ გაუწყებით, ცუდი კაცი არაა. შარშან მზემ დაარტყა. დაუკარი, თქვენ ოღონდ დაუკარი და მე მოგემსახურები. დაუკარი. იანგარიშო. ამხანაგო. მოითმინეთ. ბორჯომი არ ყოფილა. შემეშალა. გაგიზდება კაციან სიცხეში. 125 მანე დაჩშაური. ამხანაგო. მოითმინეთ. დაუნდროლე, ხო? პატროვეთ. რა ბატონო? თავიდან იანგარიშო. კი ბატონო. კი. შენ იმედი მაქვს. გაიგეთო. ორი წინანდალი. წვადი 2. ასე ტრინა. 2 ბიტოჩკი. რა ბიტოჩკი? თქვენი ამხანაგი ჭამდა. რომელი ამხანაგი? აქ რომ იჯდა ბატონო. წავიდა. წავიდა? საწავიდა? გადაждდა. ახ, გადაждდა? 96 მანე დაჩშაური. მე ვადა. მაგას უნდა მეგეთო შენ შენ არ მომიჯდა. შენ მიკუბონახე შენ. კაი ბატონო. შენი ჭირიმე. ორი ბორჯომი. რა არის ეს? უყურაშე. ახლა ებადა. ამხანაგო. დამსვენებლებო, პანსიონატის დირექცია გაფრთხილებთ, რომ დღეს სრულ 6 საათზე სასადილო დარბაზში ჩატარდება ლექციების ციკლი.
ზოგადად საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა. ძალიან კარგი. ბატონო ალექსანდრე. ხო. Хорошо. და ის ახალგაზრდები როგორ უგემურად ატარებენ დროს. ნაწყენები არიან. რა თქმა უნდა. მოდი კარგი კონცერტი მოვაწყო. ჩვენ რა შეგვიძლია? რაიმე მოვიფიქროთ. ვთხოვთ ვინმეს დახმარება. დამსვენებლები დაგვეხმარებიან. ალექსანდრე რომ გაჯავდეს. ოხ რა ბიუროკრატი ხარ დაანი. მე? ხო, ბიუროკრატი ვარ, კარგი. ამხნეგებო, როგორც მოგეხსენებათ, ჩემი დღევანდელი ლექციის თემა გახლავთ შრომელი ადამიანის კულტურული სახე შვებულების პერიოდში. ოთარ, წავიდეთ, ვიანა. რა? დედა გაგიჭირდება? შენ ხომ იცი ჩვენ სასტუმროში კარებს როდის კედავენ? კარგი, წავიდეთ. წავიდეთ. დაგიდილია. ოთარ, აქეთ. ლიანა. ოღონდ შენ?
მათი. ხვალამდე. Хорошо. შორის ერთი ამბავი უნდა გაგაბო. Хорошо. მირცით. ყოველთვის ელიკოს მაგიდასთან დავჭით. კარგი. კინოა პირდაპირ. რა ბრძანეთ? არაფერი. სასტუმროს შინაგანაწესი გუშინ უხეშად დაირღვა. ერთ-ერთი ახალგაზრდა დამსვენებელი ქალი, რომლის გვარსაც ამჯერად არ დავასახელებ, ის ამჟამად სწორედ რესტორანში ზის, საათ ნახევრის დაგვიანებით გამოცხადდა ქალთა საერთო საცხოვრებელში მამაკაცის თანხლებით. ვაჟის ვინაობა არაა დაზუსტებული. უცნობმა მამაკაცმა ფანჯრიდან შემოსვა დამსვენებელი ქალი. დირექცია აფრთხილებს მას და სხვებსაც, რომ ასეთი ან ამგვარი მორალური საქციელი გამოიწვევს მათ გასახლებას. ჩვენი სასტუმროს დირექცია დაუცხრომელ ბრძოლას ეწევა დამსვენებელთა მორალური სიწმინდისათვის. და ამ დროს რა გააკეთა ამ ქალბატონმა? მან სცადა დაემალა დამსვენებლებისათვის, ესე იგი მშრომელებისათვის ჩვენი წარმატებები. მან გამორთო რადიო გადაცემები. მე მხოლოდ თქვენი გადაცემები გამოვხდი, ბატონო ალექსანდრე. მე ვინ ვარ მე? ყოველ შემთხვევაში რადიო კომიტეტი არ ახარ. ბატონი ალექსანდრე ჩვენთვის რადიო კომიტეტიც არის და უფრო მეტიც. როგორი იქნება წინადადებები? ბატონო ალექსანდრე, იქ ხალხი დიდი ხანია იცი. მოიცდიან. ამას მოახსენებ მე ამხანაგებს. როგორ ექცეიან მაგ და მე აქ ამხანაგებს. და ზოგიერთ ამხანაგებს მოუხდებათ უკვე ახლა პოსტების დატოვება რასაკვირველია. ხაფიშირი გამიგია ბატონო. ხორი შირიც გამიგია. მაგრამ აფიცენტები შირი? ა? ვაი, ჩემ დირექტორს გოუსტეს, და ჩემი ეხლა ჩამოტრევისათვის. დავай, დავай. მერასკები რა. სადაა დირექტორი? არის მე დირექტორი. სადაა დირექტორი? ჩუმად ამხანაგებო, ჩუმად. როგორი იქნება წინადადებები? გამანთავისუფლად სამუშაოდან. არავითარ შემთხვევაში. ეს ჩვენი სისუსტე იქნებოდა ამხანაგებო, ჩვენი ვალია აბზარდოთ და გამოვასწოროთ იგი. ესეც სწორია ამხანაგებო. ნუ, სადილობისას, დამსვენებლებისათვის მუსიკა რომ დაუკრან. ის არ ჯობია? ჩაწერეთ ოფში, აღზრდელობით მუშაობას ჯაზი ჯობიაო. არა, ეს მას არ უთქვა. მას ასე უნდოდა ეთქვა, მას ასე შეეძლო ეთქვა. ის ხვალას ეიტყვის. ხვალ მე რას ვიტყვი არ ვიცი. დღეს გეკითხეთ, სად გაგონილა? დამსვენებლები ორჯერ გაამრავლეო და თანამშრომლები ორჯერ შეამცირეო. რა? არა, ნახეთ მეგობრებო, ნახეთ რა არეულობაა. ამხანაგებს. ეს საუტანელი, ეს შეუძლებელი. ამას მე ვერ არის. საჭმელი არ არის. ახლა ეს შეურაცხყოფა. არა. მე არ ძალიან მომწონ. დამშვიდი, შენ დამშვიდი. დამშვიდი. დირექტორ. ბატონო ალექსანდრე, თქვენ ხომ თვითონ ძალიან კარგად იცით, რომ თქვენ არ ახართ კარგი დირექტორი. მაგრამ ამხანაგებო, ჩვენ ზომები არ უნდა მივიღოთ, ჩვენი ვალია აღზარდო და გამოვასწოროთ. ინტრიგა! ამხანაგებო, ჩუმად! მე დღეს არ ვღებულობ. მე თქვენ ახლა არ მოგისმენთ. ამხანაგო, ლისერი დაგავებულია. ვიქტორ პეტროვიჩ მორდაი. მაგრამ ეხლა ჩვენი რიგია.
იცი ვინ არის? ვინ? კინორეჟისორი. კინორეჟისორი? ლაურეატ. გაიდი. Виктор Петрович, ама, я Каргия, Штамшерланд Петрович, ама, Игорь. Молодец. აღარ იტყვილიკო რა გინდა? რა მინდა? ხო. ალექსანდრეს რომ დაეცეს მეხი თავში, იმან რომ არ გაათიოს ეს ღამე იმის კუბო რომ დაედგას მისიანებს და ის რომ ჩაიხჩოს სამთბაში. ეს ყველაფერი მე უნდა გავაკეთო? ახლა ვეტანი მოიყვა სტუდენტებს და ყველაფერს აგიხსნი. აი, ჩქარა. დაი. აი, მოდი. სუდათა საქმე მეგობრებო. ყველანი გარბიან. დავდამჯეთ ხალხი, ჩავამწარეთ ზაფხული, შვებულება, მოგვეჭრათ თავი. ალექსანდრეს გაუხმეს თავი, მაგ დაჭამონ მგლებმა და მაგ მაჩვენა დასვენებული იმ თავის სალექციო დარბაზში. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთო? ხო. შევაგროვოთ ფული. ხო. გავმართოთ საღამო დამსვენებლებისათვის. ცოტათი მაინც ვასიამოვნოთ. იქნებ დარჩნენ კიდე. აჰა, კურორტნიკებს დავპატიმრეთ. აუცილებლად. სუფრას ვიზამთ. ცამ ქუხილი დაიხსნა. ისტორია. რეგულარი. ой, პირპიტაკია. პირპიტაკს მე ვიშოვი. მოიცათ? აქ ერთი მსახიობი ქალია. იმასაც გამოიყენებთ. მსახიობი? ხო. რა ვქნა ჩემო მური? ეთყობა არც ოფიციანტად ვარგი ვარ და არც მსახიობი. სანამ ეგ ალექსანდრე აქ იქნება. სამართალია ახლა. შენ ძაღლი უნდა გერქვას და იმას ადამიანი. მურია. ერთი იქით გაიხედე ხომ არა ვიყურებ. თვალით ნახე ბატონო. შევეყვანეთ. გაიქცა. გაიქცა, სად გამექცევა? ვიპოვნი და ბოხი ხმით ვამღერე. ვინო გაფურო ბარშენი მსმერი ინ თეთრიყა ინ დათითელი წავიდეთ რა. სამი წელია არ საუხე მაღაზიის წინ მუშაობ. არც მგონია ამ ქვეყანაზე, არც სიმღერაზე დაბოლოება არ აქვს. გამაგიჟეს კაცი. გამაგიჟეს კაცი. ვოროტად იყენებდა სახელმწიფო დაწესებულებას პირადი ინტერესებისათვის. გაარდია სამზარეულო. გადაჭრა ჩემი გადაცემები. ახლა კიდო სახელმწიფო სუფრები გაიტაცა. თქვენ ყველა ჩემს განკარგულებაში ხართ. მოემზადეთ ოპერაციისათვის შემწაყვალ ტბის მარჯვენა მხარეს. მეცმის. შენ კი მეტყების საფუტკრესკები რომ დგას იქ ჩასაფრდები. კი მაგრამ ფუტკრემ არ უნდა მკვირო. ასია საჭირო. მეცმის. აბა თუ მდგომარეობა მოითხოვა. ვესროლო. როლე. ეს მინდოდა. გიორგი, ხომ იცი გველოდებიან? სად არის ელიკო? რატომ აგვიანებს? არ ვიცი. არ იმოხდა. ბა იმშევეთ. აბატო. ეს ელიკოსა და მისი კამპანიის ნახევარია. შეგენია. ინებეთ.
ალამი გამსვენებლებს რა ბატონო? კი. კარგი, ცოტა ზემოთ სურათებს არ შეუშლის და კარგი. ბოდიში. გამარჯობა პატრიციონო დირექტორო. გარიცხვია დღეს. ეს 11 აგვისტო? ესე იგი 1 მაისი არა. 1 მაისი? არც 7 ნოემბერია, ხომ? 7 ნოემბერია. არა. აბა რა ზეიმო? ხომ გითხარით, დამსვენებლებისათვის კონცერტის მოწყობა გადავწყვიტეთ და გარკვევის პრობლემა თუ გაინტერესებ, ხვალ სწორედ ლექცია მაქვს მაგ თემაზე. თხოვ დაესწრო. Хорошо. გამოიქცა? სად არის სუფრები? გუშინ სუფრები. არ მაინტერესებს რა იყო გუშინ. ლაპარაკი. სადაა სუფრები გეკითხებ? რას მიყვი? გუშინ სუფრები გავრეცხე და გამაუთოვე. ხალხს იზღებოდა ჭამა. გარეცხე? მერე ვინ მოგცა უფლება სახელმწიფო სუფრები გარეცხო? გაუთო. უღრემა შენ. ალო, რომელი ხარ? გისმენ. ო. ახლა გირაკლი. მოდი შეგიცარი, გამარჯობა. დიახ. კი ბატონო, აუცილებლად. ხვალდილით სწორედ ის ლუქსი თავისუფლდება. კინორეჟისორი მიდის. მიდის? დიახ. თქვენთან ტრეშში. კი ბატონო, იახლებით. მეთილი. Хорошо, хорошо. აქ ბრძანდებოდეს შამს დაბრუნება. კი ბატონო. მოიწია. რაშები? არ დაკეტო. ბიჭებო, ინსტრუმენტები შოვნეთ? ვიშოვნეთ. კოსტუმები? არის. კოსტუმები. ელიკო სად არის? არ ვიცი. როგორ? ბიჭებო! ბიჭებო! ელიკო! ხო. ვერსად ვერ ვიყო. გამიშვი! გამიშვი! სურათ ასაკმე ბიჭებო. სურათ! რა შეესაბამება? სურათ ასაკ. ყველაფერი მზადა. მე? სადაცა? კონცერტი უნდა დავიწყოთ, ელიკო კი არსად შანს. ელიკო, აქ მე ვარ, ბესარიონი, რაც იყო იმას ნუ მოიგონა. მოვალეობა მაიძულებდა და სამსახურმა მოგეხსენება სიყვარული არ იცის. შენ ახლა მოხსნეს, ჩაკეტეს, შენ ყველა მიგატოვა. მაგრამ თქვენ არ იცნობთ ბესარიონს. მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე. თანახმავარ. შენ იქნები ჩემი ოჯახის დიასახლისი, შენ გენაცვალოს ბესარიონი. გადიდავა! გადიდავა! ესე, გადიდავა! 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 მაშავრობ!
დიალო, რას მერჩოდი? შენგან გაწამებული ხალხი მინდოდა გამემხიარულებინა. ძალიან გთხოვ. დღეს ხმაზე არა. ნუ გთხოვ. როცა გულში სიყვარული მოვა გადაფულია ხებალახებს კარგაში კარგია. აბა ბიჭებო, ჩქარა. დიანო. ზად არის? მომიდა. ოი, გმადლობ დიანო, ჩემო კარგო, ჩემო ტურფა, ჩემო მშვენიერო.
ზეიმობენ? ზეიმობენ. ისარიან. საიდან მოდიო ახლა მე? ტრესტიდან პატარა. სწორი. ვინ ვარ? ჩვენი ნაცადი ხელმძღვანელი. მეც ასე მეგონა. ბიჭო. ჩემს დამსვენებლებს ერთი საუზმეც თუ უჭამიათ ლექცია საუბრების გარეშე. გამიგონია ბატონო. მათი კულტურული დონის ასამაღლებლად ზრუნავდი? კი ბატონო. მერე ვინ დამიფასა, ვინ? მე ბატონო. ოი და მომაძოდეთ ხანძები ოი და დაუწრები და დაუწრები აი და ერამღერებ შეუბედურო შე ხასიათი შეგიწყებ პატარა. ერთი საათის წინ მომხსნეს დირექტორობიდან. ხუმრავთ ადანა. მე ხუმრება ბიჭო გულზე ვარ გასიებული. მან არაფერია. მე მყავს აქ კაცი. ვიქტორ პეტროვიჩი. ვინ არის ეს? ეს არიან სიტყვე. ეს არიან. გადაყვევი ახლა თან. хорошо. შენ უკვე გადამყევი. შენც მოხსნეს შემობესარიან. წამოდი ერთად ვიაროთ. შენ შემოგიშვრის თვალება. მოგეწონათ როგორ მღერი? დიახ. ცეკვაც? გარეგნობით როგორი ვარ გამოვდგები? შესანიშნავი. მაშ წამიყვანეთ. თქვენთან მე ფული არ მაინტერესებს, მე ყველაფერზე თანახმარ. იცით რა, როგორ გითხრათ, მე აქ ცოლით ვარ. ეჭვიანობს არა? რატომ უნდა იეჭვიანოს? მე ხომ თქვენ არ მაინტერესებთ, მე ხომ მხოლოდ თქვენი პროფესია მაინტერესებს. პროფესია? მე კი სულ არ მოვიფიქრე. რა კი აგრია შეგიკერავთ? შემიკერავთ? დიახ. რა შემიკერავთ? რა შეგიკერავთ? რა უნდა შემიკერავთ? ო, რა შეგიკერავთ? კაბა თუ კოსტიუმჩიკი? მე რა თმინდა კაბა და კოსტიუმჩიკი? მას სხვისთვის მატერია გაქვთ? მატერია? მე? აბა მე? მოიცათ, თქვენ ვინ ახართ? ძირითადად კაცების მკერავი ვარ, მაგრამ ქალებსაც უკერავ. თქვენ მკერავი ხართ? რა, არა ვარ თუ? არა, თქვენ არ ახართ მკერავი. გენაცვალე, კაცად დამიწუნეთ. ახლა აღარც მკერავად ვარ გივარ? როგორ არ აქვს ხვენიათ? რატომ მარტივად? რა? არა ვარ კინორეჟისორია.
მოთავდა შენი სახიობობა ჩემო ელიკო. ვილად ეკიდებოდი კისერზე. ამ სასიამოვნო საუბრის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღარ გვინახავს. ეხლა კი როგორც ხედავთ, ვიღებთ ფილმს „წარსული ზაფხული“. ელიკოს როლს ვინ ითამაშებს? ელიკო, მიიღე დეპეშა. სურამ, შენ ხარ რეჟისორი.